თუ პეკინს სტუმრობ, ამ ადგილას აუცილებლად უნდა მოხდეს საშოპინგოდ, გემრიელობების დასაგემოვნებლად ან უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ეს ქიანმენის ქუჩა ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი სავაჭრო ქუჩა პეკინში. ქიანმენი პეკინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ტიანმენის მოედანთან ახლოს. ეს ქუჩა საუკუნოვანი ისტორიითაა მდიდარი და ჩინური კულტურისა და არქიტექტურის საუკეთესო მაგალითია. ქიანმენზე გასეირნებისას თქვენ შეხვდებით ტრადიციულ ჩინურ შენობებს, კაფეებს, მაღაზიებს და რესტორნებს, რომლებიც აქ საუკუნეების განმავლობაში ფუნქციონირებდნენ. ქუჩის მთავარ ნაწილში კი დადის ძველი ტრამვაი, რომელიც მართლაც ამშვენებს ამ ქუჩას და იპყრობს ტურისტების ყურადღებას და არა მხოლოდ. გარშემო სულ მაღაზიები და ბაზრებია, სადაც ადგილობრივი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები იყიდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია პატარა კაფეები, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ჩინური ჩაი და ტკბილეული. ეს ნახეთ, როგორი მაღაზია შემომხდა. ასეთი ულამაზესი შესასვლელით და ნატურის ხესავით გულის ფირფიტებზე სამახსოვრო წარწერებით. ჩანჩქერიც ქონიათ. მოდი შიგნითაც შევიხედოთ. მე სანამ ვიღებდი, გიორგი ადგილობრივებს დაუჭერიეთ და სელფებს იღებდნენ მასთან. როგორც შემდეგ მითხრა, ეს მოხუცი ბებო მისულა და ფოტო უთხოვია. ძალიან საყვარლები არიან. ყველაზე მეტად კი ეს იდეა მომეწონა. ერთჯერადი დამტენები, რომლებიც საკმაოდ კომფორტულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. გავაგრძელოთ გზა. თან აქაურობას დაგათვალიერებინებთ და თან უფრო მეც მოგიყვებით ამ ქუჩის შესახებ. ამ ქუჩას საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. იგი მე-13 საუკუნიდან არსებობს. აქ ჩინეთის იმპერატორების და სამეფო ოჯახების პროცესიები იმართებოდა. ეს იყო გზა, რომელთაც დელეგაციები და უცხოელები ქალაქში შემოდიოდნენ. ქიანმენი განსაკუთრებით გამორჩეულია თავისი უნიკალური არქიტექტურით, რომელიც ტრადიციულ ჩინურ სტილსა და მე-19 საუკუნის დასავლურ სტილს აერთიანებს. ძველ ტრადიციებთან ერთად აქ ხშირად შეხვდებით დასავლური სტილის დეტალებსაც, რაც მას ისტორიულ შთაბეჭდილებასა და უნიკალურობას მატებს. ეს ნახეთ, როგორი მაღაზია აღმოვაჩინე. ელე დაიბნა, არ იცის რომელი აარჩიოს. ესეც ცნობილი ჩაის სანაყინე, რომელიც წინა ვლოგებში უკვე დავაგემოვნე. ქიანმენის ქუჩა ოდითგანვე ცნობილი იყო ტრადიციული პეკინური სამზარეულოთი. აქ მდებარეობს ჩინური და პეკინური კერძების საუკეთესო რესტორნები. ერთ-ერთ მათგანს მეც ვეწვია და დავაგემოვნე ტრადიციული პეკინური იხვი. მის შესახებ ვრცლად უკვე მიდევს ვიდეო და თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ იხილოთ წინა ვლოგი. და რა თქმა უნდა, მაღაზიები. ქიანმენი ასევე პოპულარულია ტრადიციული ჩინური სუვენირების, ხელნაკეთი ნივთების, ტანსაცმელებისა და ძვირფასი თვლების მაღაზიებით. აქ ბევრ ადგილობრივ ოსტატს შეხვდებით, რომლებიც ავთენტურ ჩინურ პროდუქციას ქმნიან. ჩემი აზრით, მოგზაურობის ეს საკითხებზე წასვლა თუ გსურთ, სწორედ ამ ქუჩას უნდა ეწვიოთ, რადგან ყველაზე ბიუჯეტურ ფასად აქ ნახავთ იმ სუვენირებს თუ სხვადასხვა ნივთებს, რომლებსაც ქალაქის სხვადასხვა მაღაზიებში შეხვდებით. აქ ყველაფერი ნამდვილი ჩინურებია. ცოტა უცნაურად კი ჟღერს, ორიგინალი ჩინური. აი ესენი კი თავიდან ნამდვილები მეგონენ, სანამ დავაკვირდებოდი. რაც შევამჩნიე, აქ ვიზუალურ გაფორმებას დიდ ყურადღებას აქცევენ. ყველაფერი ისეთი ლამაზი და სანახაობრივია, რომ სულ რომ არ გინდოდეს ყიდვას მოგანდომებს. ამასობაში ერთ-ერთ აი ასეთ ესთეტიურ მაღაზიაშიც აღმოჩნდი.